ზოგადად რას გულისხმობს კარგი მამა? როგორ შეიძლება ვთქვათ ვიღაცაზე რომ არის კარგი მამა? ოღონდ ბავშვის რო იბადება დაბადებასთან ერთად მიდის სოციალიზაციის პროცესი. სოციალიზაციის პროცესი ეს არის გარშემო არსებული ნორმების გაშინაკება, ანუ ღირებულებითი ორიენტაციები. რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის ადამიანობა, რა არ არის ადამიანობა, რა არის თავისუფლება, რა არის და გზამკვლევი ჭირდება. და ამ გზამკვლევს რამდენიმე გზამკვლევი არსებობს ხოლმე, ზოგადად წარმოვიდგინოთ. ეს არის მაგალითად კულტურა, ქართველი რო ხარ, რაღაცა ღირებულებებს იღებ ქართულს. არის კულტურის გარდა დავუშვათ რელიგია, ქრისტიანი რო ხარ, იქიდან რაღაცა ღირებულებები შემოდის. არის, მოდი დავთქვათ პირდაპირ ქუჩას თავისი წესები ქონდა და ნორმები ქონდა, როგორ უნდა მოიქცე გარეთ. არის განათლება ძალიან ფართო ცნებაა, მაგრამ რა ღირებულებდა. და უყურეთ როგორ არის ეს თავისთავად უფრო გარეთ არის, ვიდრე ოჯახის წევრები. შესაბამისად, ბავშვი ერთის მხრივ ეცნობა აი ამ ყველა ინსტიტუტს თუ არსებობს და მუშაობს, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავს სახში რა ხდება. და ბავშვები პატარა ასაკში შეგონებებით ნაკლებად სწავლობენ, მათ ჭირდებათ ქცევითი მოდელები. ანუ რას გულისხმობ, რა თუ მინდა რომ ბავშვმა წიგნი იკითხოს, მაშინ ის უნდა მხედავდეს, რომ წიგნს ვკითხულობ. და არა წაიკითხე. ამიტომ აი ორიენტირების ამ გზამკვლევის, ასე ვთქვათ, ჩვენებაში ოჯახს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.